ხსენება იდისე მოწამისა გიორგისა. საერთოდ საქართველოში მცხოვრებმა ყველა უნდა იცოდეს წმინდა გიორგის ცხოვრება. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მეორე სახელი საქართველოში არის გიორგია. მართალია? თვითონ სიტყვა გიორგი თქვენ იცით ნიშნავს მიწის მოქმედს. წმინდა გიორგი მოკლედ მაინც გეტყვი გუშინაც ჩვენ ვიქადაგებთ ამ თემაზე. იყო მდიდარი ოჯახიდან. დედა მისი საერთოდ იყო პალესტინიდან, ქალაქ ბეირუთიდან წარმოშობით. და როცა მამამისი წმინდა გიორგის მამა იყო მოწამე. ქრისტეს მოწამე. და მე უკვე დედამ ზდიდა ჩამოვიდნენ ისე თავის სამშობლოში და დედა ზდიდა იქ. უკვე გიორგისა. როცა ის გაიზარდა, იმდენად იყო სრულიად დამსახურებულად ის გახდა იმპერატორის პირადი დაცვის უფროსი, ხედავთავარი გახდა. მიუხედავად თავისი ასაკისა. და ეს უძულო იმპერატორი დიოკლეტიანი მთლად ისე კი უდვინო ხომ არ იყო. ის სამხედრო საქმეებში ერკვეოდა და სახელმწიფო საქმეებში ერკვეოდა კარგად. და სწორედ რომ მისი მითითებით წმინდა გიორგი გახდა ხედავთავარი და დაცვის უფროსი. იმიტომ ის აფასებდა მის იმპერატორმა წმინდა გიორგის სიმამაცეს და წოდნას და ყველაფერს საერთოდ რა. მიუხედავად ისე რომ მის ასაკზე ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით იყო ის წმინდა გიორგი 30 წლისა რა, როცა უკვე წამით მოკლეს. რა არის 30 წელი? ახალგაზრდა კაცია. ხლა, კარგად ვიცით ჩვენ ყველაფერი რა და როგორ მოხდა. სულ თავისი მმართველობის ბოლოს დიოკლეტიანემ გამოაცხადა ბრძოლა ქრისტიანობას რა. თავიდან ესე არ იყო. სხვათა შორის სამეფო სასახლეში ბევრი ვინც მუშაობდა იყვნენ ქრისტიანები. იმიტომ ქრისტიანებს აფასებდნენ. თვით წარმართებს აფასებდნენ, იმიტომ იცოდნენ რომ ისინი პატიოსანი ხალხები არიან და. უღალატო პატიოსანი და კეთილი ადამიანები არიან რა. და ამიტომაც ნიშნულოვან თანამდებობებზე თვითონ სახელმწიფოში ნიშნავდნენ უკვე ქრისტიანებს რა. ერთ-ერთი ასეთი იყო რა თქმა უნდა წმინდა გიორგი. და როცა იმპერატორმა დაიწყო ბრძოლა ქრისტიანების ერთ-ერთი თავისი ფურობის წაქესებით რა. უპირველეს ყოვლისა ეს დაიწყო ჯარში. ჯარიდან მოაშორა ქრისტიანები. ვინც იყვნენ ხედავთავები. და თქვენ იცით რისგან დაიწყო ყველაფერი. წმინდა გიორგი ცხოვრებაში არაფერი არ აქვს. ისე ვიმეორებ. დიდი კონების ფლობელები იყვნენ, მონები წყავდათ ყველაფერი. რა გიდა იცხოვრე შენთვის რა. მაგრამ აი ესეთი ეკლიანი გზა აირჩია. ქრისტეს სიყვარული აირჩია წმინდა გიორგი. და მოვიდა ის თქვენი სენატის ხდომაზე და ამხილა იქვე იმპერატორი ურჯულოებაში. ვიცით ჩვენ რომ რამოდენიმე სცადა მან იმპერატორმა რომ რაღაცნაირად გადაებირებინა გიორგი, მაგრამ გიორგი იცით იდგა რა. და მე უკვე თქვენ იცით ჩასვეთ ციხეში, აწამებდნენ უამრავი წამებით რა. და ბოლოს თქვენ იცით რა მოხდა, როცა უკვე ბორბალზე აწამეს და მე უკვე იმის შემდეგ თავი მოკვეთეს რა. თუმცა ბორბალზე წამება ყველაზე საშინელი წამება თქვენ იცით. და აი, როცა ნოემბერში აღნიშნავს ეკლესია გიორგობას 13 ნოემბერს ძველი სტილიდან. ესე იგი 10 ნოემბერს უბრალოდ ძველი სტილიდან. ამიტომაც იხსენება სწორედ რომ ბორბალზე წამება წმინდა გიორგისა. და ეს იმის გამო ხდება გიორგობა ორჯერ აღენიშნება საქართველოში და ნინაობა, რომ ესენი განსაკუთრებული საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანები არიან. და მე ეხლა ჩვენთვის რა არის მთავარი ამ საქმეში იცით აი ყოველთვის როცა არის წმინდა გიორგის ხსენება იკითხება იოანეს მოციქულის იოანე მახარებლის ეს მონაკვეთი სახარებისა. ამას გამხსენ თქვენ რათა იყვარებოდეთ ურთიერთ არსს.
ეს ის ჩვენ შორის სიყვარული. აი დღევანდელ ჩვენ ეს სოფლიოში ვცხოვრობთ, ყველაზე დიდი დანაკლისი დღეს სოფლიოს საზოგადოებაში არის სწორედ სიყვარულის დანაკლისი. ყველგან არის სისასტიკე, ხალადი, ბოროტობა გავრცელებული რა. უნდობლობა ადამიანებს შორის ხო ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. მაგრამ ყოველთვის თვითონ უფალმა, მოციქულებმა და ყოველთვის ესეთი მცნება დატოვეს, რომ შეინარჩუნეთ თქვენ შორის სიყვარული. ეს დიდი ძალა რა. უკეთ სოფელი ბძულობს თქვენ, უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა. თვითონ უფალი თუ დევნილი იყო. შესაბამისად ყველა ქრისტიანი იქნება ასე თუ ისე დევნილი. დღესაც იდევნება ქრისტიანობა. ოღონდ სხვა მეთოდებით, სხვა ხერხებით იდევნება რა ქრისტიანობა. მოსყიდვით და დაშინებით რა. აი მთავარი ორი ხერხი დღევანდელი სოფლიოში რითიებზე მოსყიდვით და დაშინებით. და ამისი ჩვეულებრივი კარგი მაგალითი არის საქართველო. რა ხდება დღეს საქართველოში? ძალიან ხშირად მოდიან ადამიანები. მეუბნებიან რომ მე განმათავისუფლე სამუშაოდან, აი პედაგოგი ვარ და გუშინას კალბატონის მოსვლა. იმიტომ რომ მე არა ვარ ამ რეჟიმის მომხრე. მე ჩემი სამშობლო მიყვარს. სიმართლე მიყვარს. ასეთი ადამიანები დღეს დევნებში არიან. უკეთ უცეს სოფლისაგანი იყვნენ, სოფელი მიწათვის და ყვარობდა. შეხედეთ? რამე თუ არა სოფლისაგანი ხარ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიე თქვენ სოფლისაგან. ამისთვის ძუ თქვენ სოფელსა. იმისთვის იმიტომ დევნია რომ ჯერ ხო შენ მართლა ქრისტიანი ხარ. არა მხოლოდ სახელი, როგორც დღეს არის მოდაში რა. ეს ფარისევლობა. არამედ მართლა ქრისტიანი ხარ. თუ შენ მართლა ქრისტიანი ხარ და შენი სამშობლო გიყვარს და ულის ტკივა, შენ დევნილი იქნები. და თქვენ წარმოვიდგინეთ, რა ხდება? დევნა მიდის სად? ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ხალხო. და ეს ადამიანები, უღირსი ადამიანები, ზნედაცებული ადამიანები შედიან ეკლესიაში, ვითომს არაფერი არ მოხდა რა. და ის ვისაც ევალება მათი მხილება, ღიბლებით და საკჩუქრებით ხდებიან მათ ეკლესიაში. ნუ თუ არაფერი არ მოხდა რა. ნუ თუ და არ არის დაწებული და განადგურებული ქვეყანა. არაფერი არ მოხდა, 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით დამთავრებული. როგორ ხებულობთ ამ ადამიანებს? თვალებში როგორ უყურებთ მათ? ეკლესიაში როგორ უშვებთ მათ თქვენ? 26 მაისის ბარბაროსული ღამის შემდეგ ამ ადამიანებს როგორ უშვებთ თქვენ ეკლესიაში? და საჩუქრებთ აზრებთ და უღიმებით მათ და ყველაფერი რა. მათ წინაშე ეკლესიის კარი უნდა დაიკეტოს. არ უნდა შეუშვათ ეს ადამიანები ეკლესიაში რა. იმიტომ ისინი არიან ქვეყნის დამანგრევლები რა. ქართველი ხალხის მტრები. ზნეობის და მორალის მტრები. მათ არც თავის სარწმუნო, არც სამშობლო არ უყვართ უკვე. არც თავისთავად არც ეკლესია არ უყვართ რა მაგათ. იმიტომაც ისინი ღებულობენ ანტიეკლესიურ კანონებს და ყველაფერს აკეთებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ რა. და ეს მათი ქცევას შანსეს რა. ვის პატიჟობთ რა? მახათეს მთაზე ეკლესიის გახსნაზე. ვის გეკითხებით რა? მორიგი შეურაცხყოფა მოხდა იმ ტაძრისა. როდის მოვიდა მტრალი ადამიანი იქა და ესე იქცეოდა რომ საიდანაც ჩასვას საერთოდ მაგას არ აინტერესებს არც ეკლესია არც არაფერი რა. უზნეო ადამიანებს და სადისტებს რატომ უშვებთ ეკლესიაში? მათ წინაშე ცვირის წინაშე კარი უნდა დაიკეტოს. და ხალხი ამას ყველაფერს ხედავს რა. კარგად ბრძანა წმინდა პაისი ათონელმა რა. ეს მისი სიტყვებია. თუ კი ყველა დუმს, თუ კი უდევთავრები ხმას არ იღებენ იმის გამო რომ
არ გაუქმჯენ ურთიერთობა მთავრობასთან. თუ კი ცნობილი ბერები დუმან და ხმას არ იღებენ. თუ კი ყველა გაჩუმებულია, მას ვინ უნდა ამოიღოს ხმალ? ეს არის პაისი ატონელის სიტყვები. შედეგი ამისა რა არის იცით თქვენ? ხალხი ამას ყველაფერს ხედავს რა. შედეგი ამისა ის რომ ხალხი რწმენას კარგავს და ეკლესია კარგავს თავის ავტორიტეტს საზოგადოებაში. რო აცხადებენ იმოდენა პროცენტი 20% მაინც ენდობა ეკლესიას და ესე საქმე თუ წავა 20% იქნება ვისაც ენდობა. იცით თქვენ? თუ ესე მოვიქცევით ჩვენ. ეს არის ის რაზეც მე წინასწარ ვეთქოლებდნენ წინამამები რა. როცა ნახავთ თქვენ რომ ეკლესიას და უსამართლო ხელისუფლებას შორის არის მშვიდობა და შემწნარებლობა, იცოდეთ რომ მანკიერება უკვე შევიდა ეკლესიაში თვით რა.